ბოლო ხანებია განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ან ზოგადად ინტერნეტ ქსელში ხდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შექმნილია ასეთი პროექტი, ალბათ სწორი სიტყვა, ან ორგანიზაციული ხასიათიც აქვს შესაძლოა, ვერ გეტყვით, და ქვია ამ პროექტსა თუ ორგანიზაციას სიტყვის აკადემია. და სიტყვის აკადემიის თაოსნობით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეთქი ასე ვიტყვი, რამდენადაც ვიცი ახლა მიემგზავრებიან მესვეურები, ლიდერები ერთ-ერთ რეგიონში, ესეც შემოხვდა ამის თაობაზე ინფორმაცია, იქ საჯარო ლექციებს ჩაატარებენ, საჯარო საინტერესო ლექციებს ჩაატარებენ. ერთ-ერთი ლიდერი, თუ მთავარი ლიდერი არა ამ სიტყვის აკადემიისა, გახლავთ ბატონი გია ამურღულია, რომელიც სხვებთან ერთად აგერ რამდენიმე დღის წინ, 3-4 დღის წინ ყოფილა თბილისში, კინგ დავითში, ეს არის თამარ მეფის ხიდთან, დიდი ვება, ორი შენობა როა და იქ ჩაუტარებიათ მას და ბატონ ლევან გიგინეიშვილს და სხვებს ჩაუტარებიათ, როგორც ჩანს, ლექცია. სიტყვიერი და მუსიკალური ფიქრი გალაქტიონსა და პოეზიაზე. ფოტოებიც არის გავრცელებული და არა მხოლოდ ფოტოები, გია ამურღულიას კედელზე რომ შევიჭყიდე, კედელში რომ შევიჭყიდე, აღმოვაჩინე რომ არა მარტო ფოტოები, არამედ არაჩვეულებრივი ვიდეოებიც არის. ბატონი გია საუბრობს გალაქტიონზე, იხსენებს რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს, საინტერესო ეპიზოდს გალაქტიონის ცხოვრებიდან, გვიამბობს ამბებს გალაქტიონის თაობაზე, მაგალითად ერთ-ერთი არის, რომ გამოდიოდა გალაქტიონის აღამო ჰქონდა მას და ლექსები, საკუთარი ლექსები უნდა წაეკითხას ფართო აუდიტორიისათვის იმხანად მე-20 საუკუნის დასაწყისში და აკაკი 1915 წელს მოკვდება აკაკი, გარდაიცვლება. ეს მანამდელი პერიოდია, შესაბამისად აკაკი ესწრებოდაო და გალაქტიონი ისე ანერვიულდა, ისე აღელდა, რომ დაავიწყდა საკუთარივე ლექსიო. მე გულახდილად გეტყვით ამ ამბის თაობაზე არც არაფერი ვიცოდი და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მურღულიას, მასზე კარგადაც ლაპარაკობენ გალაქტიონზე, თუმცა ცუდი მცოდნეა მეთქი ბატონ მურღულიაზე, ბატონ გიგინეიშვილზე, გალაქტიონისა, ცუდი მცოდნეა მეთქი ამას ვერ ვიტყვი. აქვე ბატონი გია ამურღულია საუბრობს სიტყვის აკადემიის ახალი პროექტის, ჩვენი ბავშვების კულტურული აღზრდისა და ხალისიანი გართობის სამთრის ბანაკის თაობაზე სხვა პროექტის დაანონსია ეს. აქვე ის გვაცნობს ასე მაგალითად, აი დავათვალიეროთ, ხო? მაგალითად დავესწარი სიტყვის აკადემიის ისევ გალაქტიონზეა ეს გალაქტიონის რამდენიმე შედევრს, რამდენიმე ლექსს და საკუთარ მოსაზრებებს ასე მაგალითად ლიტერატურულ ხედვაზე. აი ერთი ანონსი ნახეთ, კინგ დავითი, უყურეთ, მოუსმინოთ. ყველს ჩვენი ვალია და ჩვენი სიამოვნებაც და ბედნიერებაც დავფიქრდეთ, რამ განაპირობა ასეთი მასშტაბი და ასეთი დიდი შემოქმედება. ბევრი მაყურებლისათვის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, ვინც ის და ნამდვილად საინტერესოც კი იქნება, ბატონი გიას და სხვათა ლექციები სწორედ გალაქტიონზე და არა მხოლოდ გალაქტიონზე. თუ მაგალითად რუსთაველზე აგვესაუბრებიან ეს პირები, ბევრი უთუოდ დაინტერესდება, საზოგადოების ერთი ნაწილი დაინტერესდება რუსთაველის თაობაზე ლექციებით. ანდერც ძალიან კარგად, ავთანდილის ანდერც დარწმუნებული ვარ ახსნის ბატონი მურღულია, თუ სხვა ლექტორებსაც მოიწვევენ, თლად კარგი იქნება ბატონი გიგინეიშვილის არ არის ცუდი მცოდნე, პირიქით, სწორედაც რომ კარგი მცოდნეა, რუსთაველისა, აჟაბშაველასი, გალაქტიონისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე პროექტიც არის ჩვენ სინამდვილეში. ამას თუ ქვია სიტყვის აკადემია, იმას ქვია, ავიხსენებ ახლა და ეხლავე, ნაფიქრალი. თან ნაფიქრალი.
ნაფიქრალი სიტყვის ძალა ჰქვია იმ პროექტს. მე თუ მკითხავთ, გულახდილად გეტყვით, არ უნდა მიწყიდონ მესვეურებმა ერთი და მეორე პროექტისა თუ იდეისა თუ ამბისა, რომ ერთიც და მეორეც ერთგვარად არის ხელისუფლებას წოდებულ ბანდასთან გადათანხმებული. კერძო სპონსორები ყავს რამდენადაც ვიცი, ერთსაც და მეორესაც, მაგრამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას აწყობს ამ ნამდვილად ან ვითომ, მაგრამ მოდი მაინც ასე ვთქვათ, ვითომ ინტელექტუალური კი არა, ნამდვილად ინტელექტუალური დისკუსიების, საჯარო ლექციების გამართვა საზოგადოებისათვის წარდგენა და წარმოჩენა ისე, რომ არსებობენ ადამიანები, ინტელიგენტი, მოაზროვნე პირები, ვინც იფიქრა, ვისაც ნაფიქრალი აქვს და ისინი ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობენ. ნაფიქრალი სიტყვის ძალა, რო შედიხარ პოსტერია მაგალითად 13 დეკემბერს დღე-დღეზე, ნაფიქრალზე გელოდებით, ნაფიქრალი აზროვნების ის ხო სიტყვის აკადემიაა და ეს აზროვნების აკადემია ყოფილა. მთავარი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებსა და მათ შინაგან მონოლოგებს. წლევანდელი ნაფიქრალის თემაა სიტყვის ძალა. ღონისძიების ფარგლებში საკუთარ ნაფიქრალს გაგვაცნობს 11 გამომსვლელი: ანდროდ გებუაძე, ლუცა ყოღუაშვილი, რეზო კორინთელი, გიორგი კეკელიძე, მაია ხოსიტაშვილი, დეკაროზი თეოდორე გიგნაძე, საშა კაცმანი და სხვები. უმრავლესობას არ ვიცნობ, გულახდილად გეტყვით 1, 2, 3-ს ვიცნობ, რამდენად ხვდები ხსენებული სპიკერებიდან, 11 გამომსვლელიო კითხვეს, მაგრამ თითქოს 11-ს ვერ ვკითხულობ, აგე პოეზიის საღამოს თურმე მართავს მურბანჯინორია, რამდენადაც ვიცი, ის სწორედ გალაქტიონის ლექსს წაიკითხავს, გალაქტიონის ლექსებს კითხულობს ყოველ შემთხვევაში. ამის თაობაზე ამგვარი ვიდეოები, ბატონი მურბანი რო კითხულობს გალაქტიონის ლექსებს, ეს შემომხვდა სადღაც. უმრავლესობას არ ვიცნობ, მეთქი აკი გითხარით, მაგრამ პატივსაკის ცემ მინახავს ეთერში, ბატონი გებუაძე, კეკელიძე გიორგის საერთოდაც ვიცნობ, თეოდორე გიგნაძეს რამდენადაც მახსოვს ვიცნობ, საშა კაცმანს უსმინე რამდენიმე ხნის წინ და არაჩვეულებრივი ლექცია ჰქონდა, გულახდილად გეტყვით. ნაფიქრალია, ანუ იფიქრეს ამ ადამიანებმა და რასაც საზოგადოებას გააცნობენ, რასაც საზოგადოებას უამბობენ, ეს მათი ფიქრის შედეგია, ფიქრის ნაჟურია, მეთქი ასე ვიტყვი. ერთი პროექტიც და მეორე პროექტიც ხელისუფლებას აწყობს, მეთქი როცა ვამბობ, მაინც და მაინც რომელიმე მათგანს კი არ ვძრახავ ან მესვეურებს პროექტთა ავტორებს. კი არ ვძრახავ იმაში, რომ ისინი ხელისუფლებასთან შეკრულ მიკრულები არიან. უბრალოდ ხელისუფლებას უნდა, ბანდა ხელისუფლებას ასე რომ უწოდებ ხოლმე, უნდა რომ წარმოაჩინოს თითქოს ინტელექტუალური ჯგუფები არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მას ბანდა ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ, საერთოდ არ აკრიტიკებენ და საინტერესო თემებზე კი საუბრობენ. ღონისძიებაზე გამომსვლელები იმსჯელებენ არა მხოლოდ სიტყვაზე, როგორც კულტურულ ან ფსიქოლოგიურ ფენომენზე, არამედ ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე, იმ სიტყვებზე, ფრაზებზე და ამბებზე, რომლებიც მათ ცხოვრებაზე მოახდინეს გავლენა. ისინი გაგვიზიარებენ ისტორიებს და ასე შემდეგ. ნაფიქრალზე სიტყვი ასე მოვისმენ პანელურ დისკუსიას თემაზე სიტყვით მკურნალობა. კარგი ამბავია ეს. ღონისძიების ბოლოს მურბანჯინორია გაგვაცნობს თავის ნაფიქრალს და გაიმართება პოეზიის საღამო ღვინის თანხლებით. კარგი ამბავია, მეთქი და აგე პოსტერიც არის სხვა პატიოსანი მოქალაქეების ხაზგასმით ვამბობ. ისე ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვის სიტყვასაც მნიშვნელობა აქვს, ან უნდა ჰქონდეს, ისინიც მონაწილეობენ სხვადასხვა, გავბედავ და ასე ვიტყვი, ქვეპროექტებში, სხვებით შემომხვედრია მეთქი ამის თქმა. მინდა იქ ამავე ნაფიქრალის, უკაცრავად სიტყვის ძალის ფარგლებში, სხვა ღონისძიებების იმართება ხოლმე, თუ ღონისძიებები, ლექციები, საღამოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად, არ მინდა შემეშალოს და აზროვნების აკადემია, საფიქრალის სიტყვის ძალას, აზროვნების აკადემიას, მაგალითად, ბუხანთან ნაფიქრალი ბუხრის პირას ჩამოუჯდების ეს ხელ ამას ვიღაც სხვა წერს, ხო, რაღაც უსაუბრია, მაგალითად, ბავშვთა აღზრდაზე, ფსიქოლოგიაზე, ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიაზე და
საზოგადოების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, როგორ და გავუმკლავდეთ ჩვენს ეპოქაში, ჩვენს პერიოდში ამ ყველაფერს და რა საკვირველია მიესალმები კაცი, განა არა. ეს თემა ამოვწურეთ თქვენის ნებართვით. მაგრამ ახლა დავსვათ მეორე კითხვა, ბატონი გია მურღულიან, ბატონი ლევან გიგინეიშვილი ორივე ერთად იყოს ადრესატი ამ კითხვისა. აგრეთვე ამ ნაფიქრალის ავტორები, ვინც იფიქრა და უნდა გაგვაცნოს საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ვინც სიტყვის ძალაზე საუბრობს, ისინიც იყვნენ გამოვარჩიოთ ადრესატებად. პირველ ყოვლისა ბატონი გია და ბატონი ლევან. როგორ გონიათ გალაქტიონ ტაბიძე იყო თუ არა გიჟი? პირდაპირ მნიშვნელობით გიჟი. უთუოა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კითხვით ვისაც მიმართავ, ისინი გვეტყვიან, გვიპასუხებენ, რომ გალაქტიონ ტაბიძე იყო შეშლილი, გიჟი. გალაქტიონზე ლექციის ჩატარება ბატონო გია, ბატონო ლევან არაჩვეულებრივია მისი ლექსების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და იმ ისტორიების მოყოლა საზოგადოებისა დამსწრე აუდიტორიისათვის, ან ფართო საზოგადოებისათვის, რომელ ისტორიებსაც ჩვენ უბრალოდ არ ვიცნობთ მიზეზთა გამო, სხვა თუ არაფერი, უმრავლესობას თუთლად გულახდილები ვიქნებით, უცნობიც კი, ჯავახაძის უცნობიც კი არ წაუკითხავს. არ ვიცნობთ მეთქი საზოგადოება არ იცნობს მეთქი ასე ვამბობ და ახლა კვლავ ვუბრუნდები კითხვას, იყო თუ არა გალაქტიონ ტაბიძე, გიჟი, შეშლილი და ეხლა პირველად მოვიშველებ ამ სიტყვას შერეკილი, ეს უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. ერთგვარი კი არა, ნამდვილი სინონიმი სიტყვისა გიჟი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბატონო გია, ბატონო ლევან და აგრეთვე ამ ნაფიქრალის ავტორებს, ვინც იფიქრა მათ მიმართავ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქმნის პირდაპირ მნიშვნელობით ასე გეტყვით გიჟთა რეესტრს, შეშლილთა ან შერეკილთა რეესტრს. ესენი ეს ღრძო ხალხი, ეს ქართველი რუსები მეთქი რეესტრის შექმნას აპირებენ იმიტომ, რომ შიგნით ამ რეესტრში შეიყვანონ და მაღალი ალბათობით საჯარო გახადონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის პირი, ვინც არ გამობიძინებულა, არის შეშლილი და მათზე ინფორმაცია არის საჯარო და მერე საჯარო არის რა ეს ინფორმაცია მოხდეს ამ კონკრეტული ადამიანების შეშლილთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა ადამიანების, მოდი ფორმალურად ვილაპარაკოთ რა ერქმევა, მათი ასე გამორჩევა, სტიგმატიზაცია, გარიყვა საზოგადოებიდან. უბრუნდები კითხვას. გალაქტიონი რო იყოს ჩვენი თანამედროვე, ის მუდმივად თანამედროვეა რა საკვირველია, ცოცხალი რომ იყოს. როგორ გონიათ, ეს ბანდიტები კობახიძენი და თუ გებავთ არ დავარქმევ მათ ბანდიტებს, არ მოიხსენიებ ბანდიტებად. კობახიძენი, დინარაძეები, პაპუაშვილები, 99 გამობიზინებული დეპუტატი და სხვები შეიყვანდნენ თუ არა, არასტანდარტულად მოაზროვნე საზოგადოების ძირითადი დინებიდან ამოვარდნილ გალაქტიონ ტაბიძეს, ნიკო ფიროსმანს შეიყვანდნენ თუ არა, მე მინდა ნაფიქრალის ავტორებს ვკითხო, შეიყვანდნენ თუ არა ეს პირები, გია ვოლსკები და თეა წულუკიანები, ამბროსი ხელაიას გიჟთა რეესტრში. მე ეს კითხვა გულწრფელად მაწუხებს და ჩემი მოსაზრებით შეიყვანდნენ კი არა, ნამდვილად შეიყვანდნენ, უბრალოდ მე ამ რატომ მოგმართავთ თქვენ როგორც ერთი პროექტის მესვეურებს თუ ლიდერებს, ბატონ გიას, ბატონ ლევანს, ისე სხვა მეორე პროექტის მესვეურებსა და ლიდერებს. გარდა იმისა, რომ თქვენ ლაპარაკობთ სიტყვის ძალაო ერთ-ერთ თქვენგანს კი არა, ერთ-ერთი პროექტი, ერთ-ერთი ქვეპროექტია. გარდა იმისა, რომ ლაპარაკობთ თქვენს ნაფიქრალზე, ან ლაპარაკობთ სხვა შემთხვევაში გალაქტიონზე,
და ამით ხელისუფლება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ერთგვარად მიანიშნებს ან უდასტურებს, რომ მაგ ინტელექტუალები არიან, რომლებიც სულაც არ გვიპირისპირდებიან, მაგრამ ფართო საზოგადოებას კერძო ბიზნესის დახმარებით ცალკეულ ისეთ საკითხებზე ესაუბრებიან, რაზეც სხვები, მათ შორის პროტესტის მონაწილე ინტელექტუალები, გიჟები არ საუბრობენ. ხომ არ იქნება უპრიანი, რომ სიტყვის ძალა, რაღაცის სიტყვას ძალა აქვს. თქვენ გამოხვიდეთ და თქვათ ამგვარი რამ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. არ შეიძლება გაარიყვა სტიგმატიზაცია იმ პირებისა, რომლებიც აბასთუმნის უღრანების ბინადარი ბიძინა ივანიშვილის მონები მისი მორჩილები არ არიან. არ შეიძლება ადამიანების დამუნათება განსხვავებულების ასე მიგდება კუთხეში. მათკენ თითის გაშვერა ან თითის გაშვერის სიტყვა სხვათა მხრიდან თითის გაშვერის საფუძვლების ბჭყალებში ასაკვირველია შექმნა. რატომ აკეთებს რეესტრს გიჟებისა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება? პირველი იმიტომ, რომ ვერც ერთი პირი, ვისაც ვერ გამოამწყდებს ციხეში, ვერც ერთი პირი ვერ მოხვდეს კერძო სტრუქტურებშიც კი. უმრავლესობა მათგანი ან იყოს ასე სტიგმატიზირებული და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ესა თუ ის ინდივიდი არის შეშლილი, შერეკილი. თითი გაიშვიროს twin გამორეცხილმა საზოგადოებამ, twin გამორეცხილმა ინდივიდებმა ამ ადამიანის წინააღმდეგ თუ ამ ადამიანის მიმართულებით და არა მხოლოდ ამ ადამიანების მიმართულებით, არამედ გაიშვირონ თითი მათი შვილების ან მათი ოჯახის, ზოგადად მათი ოჯახის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს ხომ გიჟის ცოლი, აი გულახდილად გეტყვით, გულახდილობის წილ. სახელისუფლო პროპაგანდას აგორებული ჰქონდა და დღემდე აქვს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომ მე მჭირდება აბები, მე პერსონალურად, რომ მე მჭირდება ფსიქოტროპული წამლები. არასოდეს არც იქნებოდა დასაძრახი და არ არის სათაკილო, მაგრამ არასოდეს მე ფსიქიატრიული პრობლემები არ მქონია და არ ყოფილვარ, რომც მქონოდა პრობლემა არ არის. მაგრამ არ ყოფილვარ არც ფსიქოლოგთან, არათუ ფსიქიატრთან. მაგრამ კამპანია აგორებულია და თითოეული ეს ტროლი ან რეალური ადამიანი ჩემზე ამბობს, რომ ეს ირაკლი ტაბლიაშვილი არის გიჟი, ხონში გამოსამწყდები პირი. იმიტომ რომ მე ბიძინა ივანიშვილს ან გამობიძინებულებს ვეწინააღმდეგები ჩემებურად, არა სტანდარტულად ვისთვის და ვისთვის პირიქით, სწორედაც რომ ორდინალურად და სტანდარტულად ვაკრიტიკებ. ამათმა გვარსახელებიც აქვთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ააგორეს ეს კამპანიები, დაიწყეს ჩემი გარიყვა, ცდელობა ყოველ შემთხვევაში აქვთ, რომ გამრიყონ საზოგადოებიდან. რეესტრის შემოღების შემთხვევაში მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ისე რომ მე არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემზე, მე შემიყვანონ ამ რეესტრში. ან ააფრიალონ რაღაცა ყალბი დოკუმენტები და თქვან შალვა რამიშვილებმა და მისმა ორმა მეგობარმა, ხო, ყველმა ააფრიალონ რაღაც დოკუმენტები და თქვან, რომ აი ჩვენ გვაქვს რეესტრიდან ამ მონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ტაბლიაშვილი არის გიჟი და მე უკვე საკუთარი ფეიქ გვერდების, საკუთარი ტროლების მეოხებით, დახმარებით, შემწეობით ეს კამპანია ააგორონ კვლავ მიმეორეთ, მათ შორის ჩემი არასრულწლოვანი შვილის წინააღმდეგ, რომელიც გაიცათ სკოლაში მიდის, ეს ხომ გიჟის შვილია. ეს კამპანია დაიწყოს პერსონალურად ჩემზე, მაგრამ ჩემზეც არ ვლაპარაკობ, ასეთი გიჟი მათთვის არის ყველა ის ადამიანი, ვინც ქუჩაში დგას, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ლექტორები, ლექტორს არ უნდა ჰქონდეს არის რა გიჟი და ვინმე რაღაცამ მოახვედრა რა რეესტრში. დაუკითხავად, ხშირ შემთხვევაში ან მაღალი ალბათობით დაუკითხავადაც კი, მოახვედრა რა რეესტრში, შესაბამისად იმ ლექტორს რა მნიშვნელობა აქვს, იაგო კაჭკაჭიშვილი თუ გიჟია, ლექციის ჩატარება
ჩატარების უფლება, შესაძლებლობა მათ შორის არც კერძო უნივერსიტეტში არ უნდა ჰქონდეს. იაგო კაჭკაჭიშვილს შეიძლება გლდანის ციხეში ვერ გაუშვებენ და შეიძლება ვერც ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვერ გაუშვათ, მაგრამ არ აზროვნებს რა სტანდარტულად და იმ ჩარჩოებში აზროვნებასაც გვთავაზობს ყველა გამობიზიდებული და უშუალოდ და პერსონალურად ბიზნდა ივანიშვილი იაგო კაჭკაჭიშვილს და განამხოლოდ მას, არამედ ათეულობით, ასეულობით ლექტორს, ათეულობით, ასეულობით სტუდენტს, ათეულობით ჟურნალისტს, ათეულობით პოლიტიკოს, ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მსახიობს და ნებისმიერი რაგინდა რა პროფესიის წარმომადგენლებს, ასეულობით ადამიანს და ჯამში რამდენიმე 1000, ვისაც ვერ გამოამწყდებენ ციხეში, მათ შორის იმიტომ რომ საკნებში ადგილი არ ეყოფათ, ვისაც ვერ გაუშვებენ თუნდაც ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომლის დარწმუნებული ვარ აღდგენა, რეაბილიტაცია, გაძლიერებაზეც უთუოდ ალაპარაკდებიან ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობაზე დღე-დღეზე თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვისაც ვერ გაუშვებენ, სამაგიეროდ მათ წინააღმდეგ აგორდება კამპანიები და რატომ მივმართავ ახლა ბატონ გიგინეიშვილს ან ბატონ მურღულიას, რატომ მივმართავ სხვებს და სხვებს პატიოსან ადამიანებს იმ მეორე პროექტისა, მაგალითად მამა თეოდორე გიგნაძეს. Რო ლაპარაკობთ და ამბობთ, რომ ნაფიქრალი გაქვთ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე, ამ საკითხზე არ გიფიქრიათ. ან იმ საჯარო ლექციაზე, რომ აუდიტორიის წინაშე სადაც წარსდგებით, ხომ არ გიფიქრიათ, რომ ერთი აღმოხდენა გქონდეთ თემაზე, რომ ამის გაკეთება ბატონებო და ქალბატონებო არ შეიძლება, მე მინდა დავსვა კითხვა თქვი კიდეც, ქალაქტიონი იქნებოდა, ამბროსი ხელაია იქნებოდა, ივანე ჯავახიშვილი არ მიხსენებია, მაგრამ როგორც არასტანდარტულად მოაზროვნე ერთი ხანობა იქნებოდა. სხვები უთუოდ დღეს რომ ცოცხლები ჩვენი თანამედროვენი იყვნენ, ამ კობახიძეთა ხელში უთუოდ მოხვდებოდნენ ამ რეესტრში ირაკლი აბაშიძე ვერ მოხვდებოდა პოეტი აკადემიკოსი კაცი არ მოახვედრებდნენ, იმიტომ რომ ის კონიუნქტურას მორგებული კაცი იყო, ცუდი პოეტი, გრიგოლ აბაშიძე კიდევ უარესი პოეტი იყო. გრიგოლ აბაშიძეს ვერ მოხვდებოდა, მაგრამ შეიძლება მურმან ლებანიძე გაგიკვირდებათ და მუხრან მაჭავარიანი გაგიკვირდებათ და შეიძლება მოხვედრილიყო, თუმცა მათზე წინ არც ერთს ვაკნინებ და არც მეორეს ცხადია, მათზე წინ სხვები მოხვდებოდნენ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, არასტანდარტულად მოაზროვნენი. მე ხაზგასმით ვამბობ, არა ბიძინისტურად მოაზროვნენი, არა ჭორვილისტურად, არა აბასთუმნურად. გეოგრაფიულ სახელდებებს ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ ჭორვილაში არის, იქიდან არის. და ახლა აბასთუმანში თუ სადაც ცხოვრობს, იქ ცხოვრობს. ჩვენს თანამედროვეებში გარდაცვლილებზე ვიტყვი და მე ცოცხლებზეც ვიტყვი, ორ სიტყვას. მაგალითად, თამას გინტური, რომელიც შევარდა, რომელიც მე რუსებმა მოკლეს შევარდა ტაძარში. და იქ თქვა ის, რაც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით ისტორიული სიტყვა. თამას გინტური შერაცხული იქნებოდა გიჟად თუნდაც სიცოცხლის შემდეგ. რეესტრში ალბათ არ შეიყვანდნენ, მაგრამ გიჟია რა იტყოდნენ მასზე. გიორგი ანწუხელიძეზეც კი ასეთ სიტყვას ვიხმარ, გაიწეოდნენ ლაპატიეთ პათოლოგია გალაქტიონზე თუ ლაპარაკობთ. იქნება და სადმე ვინმეს უთხრათ საჯაროდ წარმოთქვათ, რომ მითი იმის თაობაზე, რომ გალაქტიონი იყო გიჟი, არის მოგონილი მითი. გალაქტიონი გიჟი არ ყოფილა, გალაქტიონი შეშლილი არ ყოფილა. და იქნება ეს როგორღაც ნიჭიერი კაცი, მცოდნე კაცი ბრძანდებით მიუკავშიროთ ჩვენს თანამედროვეობას. დღევანდელ ამბავს. იქნება ამ ჩემი მოსაზრებით, თუმცა შესაძლოა ვცდებოდე, ხელისუფლებას რომ აწყობს იმ პროექტში, ხელს რომ აძლევს, სახელისუფლო დინებაში რომ არის მოქცეული ამ პროექტში კონკრეტულად რისი მესვეურის თუ ხელმძღვანელის თქვენ ხართ, იქნება და თქვათ, რომ ამგვარი პროექტის გაკეთა, ამგვარი რეესტრის შექმნა დამღუპველია და უფრო თქვან ეს მეორე პროექტის მესვეურებმა ნაფიქრალი რო აქვთ, თურმე
რიგ საკითხებზე არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ ახარ თქვენ შერჩეული ადრესატებით ამას გინტური ვახსენე, გიორგი ანწუხელიძე ვახსენე. მერაბ კოსტავა წარმოუდგენელია, საერთოდ დისიდენტური მოძრაობა მერაბ კოსტავას ვიად გამსახურდია, ისინი ხომ გიჟებად იყვნენ შერაცხულები. საერთოდ ეს ფსიხუშკა და ფსიხუშკები ხომ არსებობდა საბჭოთა კავშირში, ყველა ვინც დინების წინააღმდეგ მიდიოდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იქ არიან დიდი დისიდენტები, ხო, პუკოვსკი ასე მაგალითად, შერანსკი ასე მაგალითად. ჩვენ სინამდვილეში რკინის კაცად წოდებული სწორედ მერაბ კოსტავა. ისინი ხომ აუცილებლად ჩვენი თანამედროვეები რო ყოფილიყვნენ და ახლაც რომ იყვნენ ცოცხლები და ბიზინა ივანიშვილის ამ ბანდიტიზმის მოწინააღმდეგეები, მათ აუგორებდნენ ტროლებით და არა მხოლოდ ტროლების გამოყენებით კამპანიას, რომ გიჟია მერაბ კოსტავა და შევიყვანოთ იმ რეესტრში და გიჟიც იყო კარგი კარგებით, კი არა ხო, მართებული კონოტაციით, ყველა ამოვარდნილი ამ მეინსტრიმიდან, ამ ძირითადი დინებიდან, რასაკვირველია, გიჟია. ამაზე რო ვფიქრობ, მოდიში დაგპირდით მე რომ ცოცხალი გიჟებიც დავასახელოთ ჩვენ სინამდვილეში. მაგალითად, არ მეთაკილება მიხეილ სააკაშვილის გიჟია, რომელსაც უთუოდ შეიყვანდნენ ამ რეესტრში. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ არ ქონდეს დაკისრებული და სისხლის სამართლებრივ რაღაც საქმეებში რომ არ ედავებოდნენ. აქ გითხარით და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, თამარ ჩერგოლიაშვილს ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, ბევრ საკითხში გიჟ თამარას უწოდებდნენ საკუთარ თავზე, აღარც ერთ სიტყვას აღარ ვიტყვი და ჩვენზე წინ, ჩემზე წინ, ამადი ასე ვიტყვი, რასაკვირველია, ბევრს მიიჩნევენ გიჟთა შორის გიჟებად და აუცილებლად მოგვახვედრებენ ამ რეესტრში. თუ ეს რეესტრი შეიქმნება და ეს რეესტრი მაღალი ალბათობით შეიქმნება სწორედ იმიტომ, რომ არავინ ხმას არ იღებს. არავინ გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ისედაც იღებს ხმას ყველა საკითხზე, განათლების საკითხიდან დაწყებული ქიმიური იარაღის გამოყენებით, გაგრძელებული და სხვა საკითხებით დამთავრებული. ამ თემაზე ფიქრში მე გამახსენდა ეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული ელდარ შენგელაიას გენიალური და ჩემი მოსაზრებით ელდარ შენგელაიას შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საეტაპო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მასშტაბური ფილმი შერეკილები. შერეკილი არის გიჟის სინონიმი მოგიხსენებათ. ფილმი არის 73 წელს გადაღებული, გადავათვალიერო თქვენის ნებართვით. და ფილმის პერსონაჟები, მოდით გადავათვალიერებ რა. ფილმი არის 1973 წელს გადაღებული საკავშირო კინოგაქირავებაში, ოღე 1 წლის შემდეგ მოხდაო, გაჯერებულია იუმორითა და მშრალი ინფორმაცია, ეგრეთ წოდებულ ვიკიპედიაში, რომელსაც ხშირად არც უნდა დაეყრდნო ხოლმე, ყოველ შემთხვევაში როცა ელი, რომ უფრო მასშტაბური, უფრო ვრცელი ინფორმაცია იქნება ამა თუ იმ ამბავზე, ისიც თქვენ რომ გიაყანჩელი და ჯანსუღ კახიძე არიან კომპოზიტორები, სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა, აქ გითხარით, დამდგმელი რეჟისორი რომ ელდარ შენგელაია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ფილმის პერსონაჟი ორი მთავარი პერსონაჟი ყავს. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის ისი თქვენ ასეთი კაცი, მე მგონი რომ თანამედროვე ცოცხალი კაცი მეთქი, ოღონდ გიჟი კაცი, შერეკილი გაბრიაძისეული და ელდარ შენგელაიასეული ინტერპრეტაციიდან სახელდებით, ხო? ამ კაცს ისი თქვენ რაც ქვია. გავიმეორო, ამ კაცს ქვია ქრისტეფორემ გალობლიშვილი. ჯერ მარტო რეაქციეთ ყურადღება ალბათ დაწერილი არის, როცა ეს ფილმი არის გარჩეული კინოკრიტიკოსთა მიერ ალბათ დაწერილია, აღნიშნულია, რა ქვია ამ კაცს. ამ კაცს ქვია ქრისტეფორე, ანუ ქრისტე არის ძირი და გალობლიშვილი, ანუ გალობს. შემთხვევით შერჩეული სახელგვარია,
არ მიფიქრია კი არა, მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა არ წამიკითხავს არაფერი ამის თაობაზე, შესაძლოა სხვა საფუძვლები აქვს ქრისტეფორესა გალობლიშვილის დარქმევას მთავარი პერსონაჟისთვის. Რომელიც სოფლიდან არის ქრისტეფორე გალობლიშვილი, გალობელი ქრისტე. ის არის სოფელ გარიყულადან, გაგიკვირდებათ და, ანუ გარიყულია ის. მართლაც გარიყულია ეს ბიზია ბაბუა კაცი, რომელიც აპირებს ცათამფრენის აგებას. არის თუ არა ის გიჟი, მე ამ კითხვით მივმართავ, პირებს რომლებმაც იფიქრეს, ნაფიქრალი აქვს თურმე სხვადასხვა საკითხზე. რასაკვირველია გიჟია, რასაკვირველია გიჟია კი არა, აგე ღიად ამბობს. ელდარ შენგელაიას და რეზო გაბრიაძეც ღიად ამბობენ, რომ ის შერეკილია. მაგრამ ამ შერეკილს ქრისტეფორე გალობლიშვილს რასაკვირველია აქვს ერთი ამბავი დაემართება, მოდი ასე ვიტყვი. ამ ამბავს ქვია ამ ფილმის აკორდი, ამ ფილმის ფინალი, ამ ფილმის ბოლო, ამ ფილმის ეპილოგი. გადანსული ნაწილი შემიძლია ასე ვთქვა. ეს არის ის რომ თავისი ცათმფრენით უფრო ზუსტი რომ იყო. ის და მეორე პერსონაჟი შერეკილები გაფრინდებიან. ისინი ააგებენ აი ამ საოცარ ცათმფრენს და ყველას გასაგონად გაფრინდებიან. რატომ გავახსენდა ეს ყველაფერთან ერთად, ხო, სხვა ამბებთან ერთად, გალაქტიონთან ერთად, პროექტების მესვეურებს რომ გადავწვდი მათთან ერთად. ჩვენ შერეკილები ვართ. არა იმ კონოტაციით და იმ შინაარსით, რა შინაარსად ძნებს საქართველოს ბანდა ხელისუფლება. არამედ ჩვენ ვართ შერეკილები, რომლებიც მართლა გავფრინდებთ, ანუ გავფრინდება საქართველო უკეთეს მომავალში. საქართველო გარდაიქმნება უკეთეს კი არა, ძალიან კარგ სახელმწიფოდ. ჩვენ ვართ ქრისტეფორე გალობლიშვილები, რომლებიც დილეგში ვართ, საპატიმროში ვართ გამომწყდეულები, მაგრამ იქ რაღაცა ჩვენს გიჟურ, შერეკილურ ფორმულებს გამოვიყვანთ ხოლმე, გამოვყავს ხოლმე. და მუდმივად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ როგორც კი გამოვართ დილეგიდან და შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ეს ცათმფრენი ავაგოთ, რასაკვირველია ავაგებთ. უბრალოდ ბატონო გია, ბატონო ლევან და ამ გიორგის მიმართავ ასე მაგალითად კეკელიძეს. იმისთვის რომ ჩვენ უფრო სწრაფად გავფრინდეთ, ჩვენ ერთმანეთისა უნდა ვირწმუნოთ და უფრო ზუსტი რომ იყო, თქვენ უნდა ახმამაღლდეთ ყველად. კი არ გაგუნათებთ. უბრალოდ გეუბნებით რომ საუბარი იმაზე, მეორეჯერ ვახსენებ ბატონ გიას და ბატონ ლევანს, მათ ბოსტანში ჩავაგდებ ახლა კენჭს. მეორეჯერ ვახსენებ ბოლო 2-3 ვიდეობლოგია. საუბარი გალაქტიონზე და მაგალითად 1930-იანი წლების ამბავზე, მის ლექსზე უკანასკნელი მატარებელი დუმს, როგორც ლავა მატარებელი ცოლი უნდა გადაუსახლოთ, ცოლს უსახლებენ. არ ყურებელს ვერ ყითოლებ ბატონმა ლევანმა და ბატონმა გიამ უთოდიციან. მაგრამ საუბარი გალაქტიონზე გახსენება იმ ამბისა, მატარებელი 5 წუთში გავა ვინცხვებს აცილებს დროა ჩასვლისა, მატარებელი 5 წუთში გავა და ასე შემდეგ, ხო? ახლა ხდება მატარებელი ჩვენი გადის 5 წუთში. მატარებელი რომელიც ევროპისაკენ წამიყვანს. და მატარებელი მეორე ვაგონჩიკ ტრონიცა მატარებელი გადის ასევე 5 წუთში და ის რუსეთში წამიყვანს. ახლა თუ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ ადამიანები ვინც მიმართაც ხორციელდება რეპრესიები, თუ მკაფიოდ არ უთხარით საზოგადოებას, რომ ახლა დგება, ან დამდგარია ერთგვარი
17 წელი და ბიზი და ივანიშვილი მხოლოდ იმიტომ არ ხრեց ქუჩაში საზოგადოებას ან არ გამოაქვს განაჩენი დახვრეტის თაობაზე, იმიტომ რომ ჯერაც ბოჭავს გარკვეული ვალდებულებები და იმიტომ რომ 90-იანებში გაუქმდა ეს სიკვდილით დასჯა და ვერ აღადგენს ასე პირდაპირ თორე მოაწერდა სიამოვნებით ხელს. და ეს უნდა ვუთხრათ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამ ლექციებზე ხელისუფლებას რომ აწყობს მეთქი, ასე ვიტყვი, უნდა უთხრათ თქვენც და უნდა უთხრათ რომ ჩვენ გავფრინდებით. იმიტომ რომ ჩვენ ტიტანური აზრები გვაქვს, ასე ვიტყვი. ჩვენ მასშტაბური აზრები გვაქვს და თუ ჩვენ გიჟებად შეგვრაცხავენ, არ არის პრობლემა, არც ეს არ არის პრობლემა. შერეკილი იყო ქრისტეფორე გალობლიშვილი. ყველას რომ უყვარს, ბიზი და ივანიშვილს არ ესმის უბრალოდ, თორე ორჯერ სამჯერ მაქსიმუმ ნანახი ეკნება ეს ფილმი. რისი თქმა მინდა კიდევ, პრინციპში არც აღარაფრისა. დავასრულე. ერთაოს გაუმარჯოს და ქრისტეფორე გალობლიშვილს გაუმარჯოს. ჩვენ მაინც გავფრინდებით. ჩვენ შერეკილები მაინც გავფრინდებით. ამის თქმა მინდა. ალბათ ყველაზე სწორი სათქმელი არის სწორედ ეს. და კიდევ სათქმელია ისიც, რომ გიშთა რეესტრის შექმნა განაპირობებს ადამიანების გარიყვას, ადამიანების სტიგმატიზაციას, ადამიანების ოჯახების სტიგმატიზაციას, ადამიანებისაკენ თითის გაშვენას, ადამიანების გაღარიბებას, ადამიანების დააჩმორების, დამონების მცდელობას და ბიზი და ივანიშვილის ამ რუსი კაცის სიხარულს. და თუ მაინც განსხვავებაა და არის განსხვავება სიტყვებს, შეფასებებს შორის ერთის მხრივ გიჟი, შერეკილი და მეორეს მხრივ შეურაცხადი, ჩვენ ღიად მაინც ვიტყვით, მე პერსონალურად ვიტყვი, რომ ბიზი და ივანიშვილი შეშლილი არ არის. ბიზი და ივანიშვილი არც გიჟი არ არის. ბიზი და ივანიშვილი შეურაცხადია. უშვება რა ქვეყანას, ქვეყნის საზოგადოებას და ქვეყნის ინდივიდებს ამას ის შეურაცხადი კაცია. თორე ხონში ვიქნებით ჩვენ თუ ხონს მიღმა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ნახვამდის.